ბაჭი გამარჯობა მეგობრებო, გამარჯობა ყველას, გამარჯობა ყველას. აი, ესეთი ბავშვი მყავს, ფუმფულა ბაჭი მოიხედე? ბაჭი. ჩემი შვილი არის გასული და არის ცალია და ლორენცო გახდა ხმის ლიდერი, მოკლედ ბაჭის საყვარელია, მოკლედ ასე ჯერ არ იყურება ჩვენსკენ, მაგრამ მოიხედება მალე. მოკლედ მეგობრებო, ისევ შევიკრიბეთ საჭიროოდ. პარიზი გავიდოდა ხალხნობა რა სიზავდა. ბაჭი ასე იყურება, ნახეთ ახლა მოვახედებ. კიუ. შევიკრიბეთ ისევ საჭიროოდ, ისევ ჰაუსის ამბებზე და ცოტა კიდე სხვა რაღაცებსაც მოგიყვებით. მეგობრებო, აი ძალიან ბევრი მწერთ, ყველა მწერთ დაბრუნებაზე და ამაზე საუბარი არ ყოფილა საერთოდ არც პროდაქშენისგან, არც რუსთავერიდან, არავისგან ამაზე საუბარი არ ყოფილა და სხვათა შორის ამბობდნენ, რომ დაამატებენ. ნახეთ, მოიხედა ბაჭი. ამბობდნენ, რომ დაამატებდნენ ორ მონაწილეს, მაგრამ ეს არის ჭორი. დადასტურებული აქ არავინ არ არის და ყველაზე საშინელი ჭორი რაც გავიგე ხალხო ძალიან ბევრმა მომწერა და ამ ჭორზე მინდა რომ გითხრათ რომ გავარკვიე და არა ეს არ მოხდება და თუ გაინტერესებთ გეტყვით ამ საშინელ ჭორს რომელზეც მე გული გამისკდა კი რაღაცა გავგიჟდი ყველაზე საშინელი ჭორი. კატას ქვია პასასი, ბაჭი, მოიხედეთე. მაიმე, ეს არის ჩემი შვილის ნახატი, რომელიც მას აჩუქეს და არ მოეწონა და მე წამოვიღე და მიდევს. აგდებდა და მე წამოვიღე და მიდევს. მეგობრებო, ეს ძალიან საშინელი ჭორი გითხრათ. თქვენს გული გაგიხედქოთ თუ თქვენ რას გერჩით. ჩემი შვილი თინი არის 20 წლის. მოკლედ, ყველაზე საშინელი ჭორი ბოლოს რაც გავიგე, რომ ჰაუსის მონაწილებად უნდა დაემატებინათ მარიამის ის ორი საშინელი გოგო, მეგობარი, ყოფილი მეგობარი. ჩიტმენი ლელუს უყვარს ბონდო. I'm sorry man. ჩიტმენი. ეტყობა ბონდომდე შენ ბერკაჩა ბონდო უყვარს ლელუს. ხო და თინი გამარჯობა. ხო და ჭორი იყო ესეთი რომ დამატებით მონაწილეებად უნდა შემოეყვანათ მარიამის ეს ორი საშინელი გოგო ყოფილი მეგობარი რომლებმაც გამწარის მარიამი და კიდევ კარგი ეს ასე არ არის მადლობა ღმერთს თორე მარიამს ეს საშინელი დღეები კიდევ უფრო გაუწარდებოდა და ვერც კი წარმოიდგენ რას გადაიტანდნენ. შეგახსენებთ მეგობრებო რომ ბედინასთან რო ორი გოგო მოვიდა. ესენი იყვნენ მარიამის ყოფილი მეგობრები. ჯერ მაგათა როგორ მეგობრობდა კი არ ვიცი, მაგრამ ხო კაი ჯანდაბას მეგობრობდა და ეს მარიამის ყოფილი მეგობრები ავრცელებდნენ ჭორებს, თვითონ ეს გოგოები ავრცელებდნენ ჭორებს, რომ ჩვენო დამატებით შევდივართო მონაწილედ. ბაჭი. დამატებით მონაწილედ შევდივართო, მაგრამ მადლობა ღმერთს ეს ასე არ არის.
ყველას ვაფოლოვებ, ვინც თბილ სიტყვებს იწერება ხოლმე და ვინც კარგი განწყობით შემოდის. ჩიტმენი რახან ლელუ გიყვარს შენ ლელუს რო კითხო ეს შეკითხვები ხوار ჯობია. ხოდა კიდევ კარგი ეს ასე არ არის ხალხნო კიდევ კარგი. ანუ ის ჭორი რო ეს გოგოები შევიდოდნენ დამატებით მონაწილეებად ეს ჭორი არის ჭორი და არ გამართლდა კიდევ კარგი. მარიამზე გეტყვით რომ მე ამ პარასკევს გულშემატკივრობდი ლორენცოს, იმიტომ რომ ბონდოს და გიორგი პარის შორის რა თქმა უნდა ბონდო იყო მან ის უბრალოდ ვერთმა დამგვიფაროს და ლორენცო იყო მან ყველაზე ნორმალური მონაწილე რომელიც უნდა დარჩენილიყო ჰაუსში და გულშემატკივრობდი ლორენცოს და გულწრფელად მივულოცე. ეხლა დღეს არის მწვანე დროშების ცერემონიალი. მწვანე დროშების გადაცემა უკვე დღეს უნდა აირჩიონ ახალი ბოსი. თქვენი აზრით ვინ იქნება ახალი ბოსი აბა? მარიამზე და ჯავახაზე მივალ ეხლავე, მივალ. ჩიტმენი ზუკა გუგამ დაიმსახურა და იმიტომაც მიიღეს ეგ რაც მიიღეს თავიდანვე. ლიზი ბასასი კარგად არის მადლობა აი აგერ არის ჩემთან და არ იყურება აქეთ ბასასი მოიხედე. ძალიან მაინტერესებს შენი აზრიო რასთან დაკავშირებით მე ვრჩები მარიამის გულშემატკივრად კი ბატონო. გუში ლორენცომ განადგურა ყველა ხალხნო 79% აიღო თქო 70 ანუ შანსი არ დაუტოვა. რატო ანახი ქუთაისელებს შევხვდები, იმიტომ რომ არიან ძალიან უზრდელი უტაქტო და საშინელი ადამიანები და კიდე მეტი რატო არ მიიღეს ჩემგან მაგას ვნანობ. მარიამი იქნებაო ბოსი, ნეტა. ძალიან მინდა რომ მარიამი იყოს ბოსი, მაგრამ სამწუხაროდ მე მგონია რომ მარიამი კოალიციაში არ არის და ბოსად მაგას არავინ არ გახდის. როგორ უნდათ რომ წასულიყო ლორენცო, ვაიმე კი ხალხ აი ძალიან ეხლა მარტო მევფიქრობ ეგრე თუ ხო ძალიან საყვარლობა იყო გუშინ ჯავახამ რომ ყვავილების თაიგული მისცა მარიამს გავარკვიე და არ უშლის და არ ბრაზდება და არავინ არ ეჩხუბება მარიამის გულშემატკივრები რომ უგზავნით ყვავილებს და საჩუქრებს ძალიან ნორმალურად ღებულობს და მოკლედ მარიამს ამაზე არავინ არ ეჩხუბება და შეგიძლიათ გაუგზავნოთ და გაუგზავნოთ რამდენიც გაგეხარდება ბასასი მოიხედე მარიამ და ჯავახა საყვარლები არიან ბასასი კი ძალიან საყვარლები არიან მეც მომწონს ეგენი
აი ხალხნო ეს უზრდელური კომენტარები როგორ შეიძლება მოდი აბა თან გოგო წერს მოდი დავბლოკოთ ესეც მგონი ლორენცოს მოერიდებიან სკამზე რომ დასვან. იცით რა არის? მე მგონია რომ თუ კოალიციიდან რომელიმე გახდა ბოსი, ყველა ვარიანტში ვის დასვავს, ვინც არ არის კოალიციაში და ეს არის მარიამი. ლორენცოც არ არის კოალიციაში და მეორე აუთსაიდერათაც დიდი შანსია რომ იყოს ლორენცო. თუმცა ვინ დარჩა ახლა 7 დარჩა ხო? შესაბამისად, ანუ 4 გადის ბოლოსკენ და 3 დარჩა რა ლორენცო მარიამი და კიდე ერთი ვინმე ალბათ ჯავახას მოიშორებენ. აქ ვიღაცა ბიჭები არიან მგონი ლორენცოზე დაქრაშულები. გიორგი პარიზი უნდა წასულიყო თუ არა? ჩემ აზრით არც უნდა მოსულიყო. წასულიყო კი არა, არც უნდა მოსულიყო. პრინციპში ლორენცოს ეგეთ ტრიუმფს ჩვენ ველოდით და მაგიტომაც იყო ეს დანარჩენი კოალიციის წევრები ეგრე გამწარებულები. ბარბარე ნახე დღეს ლორენცო ბოსი ვერ გახდება, იმიტომ რომ მე უბრალოდ ჩემი აზრია, შეიძლება კი გახდეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ლორენცო ვერ გახდება ბოსი, იმიტომ რომ ყველა არის მან ლორენცოს წინააღმდეგ. და მწვანე დროშებს არავის არ მისცემს, მისცემენ ალბათ ლელუს და ჯავახას. ლორენცოს აღარ დასვავენ აუთსაიდერად, აბა ვის დასვამენ? მარიამს ერთი და მომიწევს პარასკევს ლაივზე გულშემატკივრობა მისვლა. მარიამს ერთი და კიდე 2. შეიძლება იყოს ეს ზუკა გუგა და გეტყვით. მე 50+ არ ვარ ხალხო, ვისაც გონია რომ მე 50+ ვარ, არა ვარ. ალბათ მარიცით, მაგრამ ხო, კაი. არ მწყინს. ოდესმე ყველას დასვან, უბრალოდ ეხლა ჩვენ საუბრობთ იმაზე, ეხლა ვის დასვამენ. კოალიცია არ მოისვავს ლორენცოს გვერდით, იმიტომ რომ აღარ აწევთ ხედავენ, რომ ლორენცოსთან ვინც დაჯდება გვერდით. კი, ხალხნო, ამაზე საუბრობ. იმიტომ რომ ჩართული ვარ, ეხლა კიდევ ერთხელ აგიხსნით, რომ ნახეთ, ჰაუსის მონაწილე ვიყავი. 3 კვირა გავატარე იქ, რომელიც უდრიდა 3 თვეს. აი, ბასასი მოიხედა ხალხო. და შესაბამისად, რომ გამოვედი იქიდან, მაინც ჩართული ვარ. ანუ მაყურებლად ვრჩები, ძალიან აქტიურ მაყურებლად და რადგან ესეთი აქტიური მაყურებელი ვარ და ესეთი ჩართული ვარ ისევ ჰაუსის ამბებში, იმიტომ რომ მეც მაინტერესებს, აბა ვინ როგორ რას იზამს პარასკევობით, ხო? სტრიმებს ვერ უყურებ, მაგრამ ეპიზოდებს ყველაფერს უყურებ. შემოვდივარ ხოლმე და გეჭროვებით ხოლმე რაღაც ამბებზე ჰაუსის თემაზე, იმიტომ რომ ბოლო 1 თვე სულ მაგ ამბებში ვიყავი და ამაში გასაკვირი რა არის? მე ვერ ხვდები რა არის ამაში გასაკვირი. მყავს ჩემი ფავორიტი მონაწილეებში. ამ გოგოსთან მეგობრობდი, გულშემატკირო, ბევრი ცუდ რაღაც გადაიტანა.
ბევრ რაღაცას ეხლა კიდევ ვერ ვყვები, იმიტომ რომ არის ძალიან პირადული ამ ადამიანების რო გამოვედი იმდენი რაღაც გავიგე მონაწილეებზე ჯერ შეგნით რომ ვიყავით ტელეფონი არ გქონდა ხო თვითონა ისევ თქვენი გულშემატკივრობით და ისევ თქვენი ძალისხმევით იმდენი რაღაც გავიგე სათითაოდ გულშემონაწილეებზე რა თქმა უნდა მე ვაიმე ადგა მოდიდე იმდენი რაღაც გავიგე ამ მონაწილეებზე მაგრამ ამ ყველაფერს მე არ ვლაპარაკობ საჯაროდ ვინახავ საიდუმლოდ იმიტომ რომ ის რაც თქვენ მომწერეთ მე შეეხება ამ ადამიანების პირად ცხოვრებას რაღაცა ჩადენილ შეცდომებს და ასე შემდეგ და ეხა არ გამოვდგები მე და არ დავიწყებ ლაპარაკს მაგათ პირად ცხოვრებაზე რომელიც არ იქნება ეთიკური რომ ხა დავიწყო თქვენთან ბიჭო რა ვიცით რა მე ეს გავიგე ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის ძალიან დიდი მადლობა რომ ესე მენდომით და ესეთი კარგი ის გქონდით დამოკიდებულება ჩემთან ძალიან ბევრი უცხო ადამიანი დამიმეგობრდა და ძალიან ისეთი შინაურული საუბრები გვაქვს ხოლმე ჩატში მაგრამ რაც შეეხება მე არავის პირად ცხოვრებაზე არ ვასაჯაროებ რაღაც ინფორმაციას იმიტომ რომ ეს არ მიმაჩნია სწორად რაც შეეხება რატო ვლაპარაკობ ჰაუსებით ვლაპარაკობ რომ მაინტერესებს და ვარ ჩართული ვიყავი მონაწილე და ბოლო ერთ წლის განმავლობაში ვიყავი ძალიან ჩართული და ეხლა ძალიან მაინტერესებს ჩემი გულშემატკივრების ფავორიტები და გულშემატკივრობ გაიცა პასუხი რატო ვლაპარაკობ ჰაუსზე გიორგი ხელაძე 60% მართლაც კარგია მაგარი შედეგი დავდეთ გეთანხმები გიორგი მართლაც ძალიან მაგარი შედეგია და თქვენ წარმოიდგინეთ ლორენცო რა ბედნიერი იქნება და როგორი გამწარებულები იქნებიან სხვები ორი მუზა ძალიან აუტანლები არიან ამ გოგოებისადმი არანაირი პრეტენზია არ მაქვს გარდა იმისა რომ 3 კვირის განმავლობაში ყოველდღე მასმენინებდნენ დაუსრულებლად იმ სიმღერებს რომლებიც მე არ მომწონს და ჩემი გემოვნების არ არის წარმოიდგინე ლორენცო და ნაზღაიძე ერთად უფალო კი საინტერესო იქნებოდა ნათია დაგემშვიდობებით შეგელია არ მიყურო მე და მარიამი ისევ კარგად ვართ ერთმანეთთან ისევ მეგობრთ და ისევ მარიამს გულშემატკივრო პროექტის ბოლომდე ამას არ შევიცვლი არასოდეს ისევ მარიამის გულშემატკივარი ვიქნები კი, კარგად კი ვღეროდი, აკვიატებულიც ვქონდა, ხახნო ყოველდღე ვმღეროდი, მაგათ სიმღერებს ვქონდა აკვიატებული, ვმღეროდი, ვცეკვავდი ყველაფერს, ანუ ყოველდღე რო ჩაგესვრის, მე აკვიატებული ვქონდა. ზოგჯერ ეხლაც წამომივლის ხოლმე, მალე შემოდგომა, ეხლა წამომივლის ხოლმე, ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვარ გათავისუფლებული ამისგან. ეს ლევანიც დაუბლოკოთ უზრდელი, რა თქმა უნდა. მარიამ ანასტასია მაჭავარიანი მარიამს მოგიკითხავ აუცილებლად. დიასამ რა ვიცი რა თქვა, შეიძლება ჩემზე თქვა იგი მისთანა. ყველა მეუბნება რომ დიასამო შენზე თქვაო ლაივშიო ხალხო, ეხლა რა მაინტერესებს მე? ასეთი რაღაცა მაინტერესებს მეგობრებო. დიასა რომ მივიდა სტუმრად. პასას იქით გადაწვა, კომპიუტერზე დაწვა ახლა. ესეთი რაღაც მაინტერესებს და თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით. გუშინ დიასა რომ მივიდა სტუმრის სახით. ნახევარი გადაცემა მაგან ილაპარაკა ხალხო. ანასტასია ძალიან დიდი მადლობა. დიასა მილაპარაკა ნახევარი გადაცემა.
აი რა იყო ახლა ეს ყოფილი მონაწილე, ანუ ჰაუსის მონაწილეც არ არის და ჰაუსის მონაწილეებზე მეტი დრო დაეთმო დიასას და უფრო მეტი ლაპარაკა ვიდრე ჰაუსის მონაწილეებმა. აი საერთოდ რა იყო და კიდე ვინმე იტყვის რომ არ იყო ჩართულიო. სოფი მეც მიყვარხარ. სიხარული უნდა დაიბლოკოს, არაფერი სიხარული შენ არ მოგაქ აქ, უზრდელი ხარ. კიდე ვინ? ხოდა ეს დიასას ეგეთი თან ლაივში ხალხ რო ჩაერთო და ნახევარი გადაცემა იყო დიასა, ნახევარი გადაცემა. არ ვიცი რა უნდა და საიდან მოვიდა, რატო არის ეგრე ჩართული, თქვენი აზრი მაინტერესებს. მე მომეჩვენა მხოლოდ რომ ეს ძალიან ზედმეტი იყო დიასას ეგეთი აქტიურობა ლაივზე. ბუჩი, ვაიმე ამოძურა ხალხნო. მოდიდე. ხა პასასი მინდა რომ მოვიყვანო აქ. დიდუ მოდი რა გთხო. მოდი პასასი, მოდი. აი, მოვიდეს. ხახნო პასასი მყავს გასაკრეჭი. ბონდო რა ვიცი, რისი მედათ იჭიმება ხალხო არ ვიცი. პასასი მოდიდი ხალხს დაენახე, მე პასასი არის უსაყვარლესი. ჯავახამ რო ყვავილები მიართავ, მეც ვაიმე როგორი ის იყო, ძალიან ამაღლებელი იყო, მაგრამ ხალხნო გახსოვდეთ, ყვავილების მოტანა ძალიან სასიამოვნოა, როცა ბიჭი ყვავილებს მოუტანს, გოგოს, მაგრამ თქვენი აზრით ყვავილებს რომ მოუტანს, რა უნდა მოაყოლოს ამ ყვავილებს, რა უნდა მოაყოლოს თქვენი აზრით. ქცევა რა თქმა უნდა, ქცევა უნდა იყოს შესაბამისი. რაფაელო ძალიან მიყვარს კი და ავჭამ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შაქარია, როგორ მიყვარს რაფაელო. ვინ გინდა აუთსაიდერს ხალხო, მე აუთსაიდერად არავინ არ მინდა, როგორც ასეთი, უბრალოდ მარიამთან ამ კოალიციას ექნება ხო პრობლემა და ძალიან ვღელავ და ძალიან ვშფრობ მარიამს დასვავენ აუთსაიდერად. ნატალიკო მეც ვიყვარხარ, ნატალიკო 777. კიდე არაფელო მიყვარს და კიდე მიყვარს სუში. არავინ არაფერს არ მოაყოლებს. ძალიან ცუდი თუ ყვავილებს არაფერს არ მოაყოლებს და მაგით შემოიფარგლება, იმიტომ რომ მარიამს პირველ რიგში ანუ ყვავილებზე მეტად სჭირდება თანადგომა და დამოკიდებულების ნახვა, იმიტომ რომ ჩემი აზრით მარიამი უფრო მეტ სითბოს გამოხატავს ჯავახასადმე, ვიდრე ჯავახა მარიამისადმე. თუმცა აი ეს გუშინდელი ეს ყვავილები ძალიან საყვარლობა იყო, ძალიან გამიხარდა და თქვენ ნახეთ მარიამი რა ბედნიერი იყო. მარიამი იყო ძალიან ბედნიერი ხალხნო და ძალიან ვაიმე პასასი მოდიდე. ბეჭედიცო.
აი, ვარ ეს ვინ არის გოგო უნდა დავაგულო, დავიმატო და დავაგულო. მხოლოდ ვადიმის. ხახ ბეჭედი და რამე კარგი საჩუქარი ხო, მაგრამ გავითვალისწინოთ რომ ჯავახარი 21 წლის 3 კვირა ერთმანეთს იცნობენ და ამბიც ახლა ძალიან ბევრსაც მომოვთხოვთ. ის რომ მარიამისადმი ასეთ დამოკიდებულებაშია უკვე ძალიან მიხარია და უკვე ძალიან მაგარია და მოდი ხა მე 4 კვირა, კაი, ერთი თვია ერთმანეთს იცნობენ. აქვთ ძალიან ესეთი კარგი მოწონება და ძალიან მაგარი ურთიერთობა ამ ეტაპზე. მე ეს რომანტიკულ ურთიერთობას გულისხმობ და დანარჩენი ხლა მოდი რა ვაცადოთ ამ ადამიანებს. შეიძლება პროექტშივე გვაჩვენონ თავიანთი სერიოზული დამოკიდებულება ერთმანეთსადმი, შეიძლება გარეთ გააგრძელონ. ხო ჩვენ ხო ეს არ ვიცით. ეხლა ამ ჯავახას 21 წლისთვის ამდენსაც ნუ მოვთხოვთ რომ რაღაცა ისეთი სერიოზულ ურთიერთობებში გადაიყვანოს ეს ყველაფერი, რომ ჩვენ გავგიჟდეთ აქედან და ვთქვათ, რომ არიქა ეს არის კაცის ეტალონია. ნუ ახლა ესე ვერ მოხდება, იმიტომ რომ ერთი პროექტია, თამაშია, კამერებია და მეორეს ერთი ის რომ უკვე ერთმანეთი რომ ესე მოწონთ და მე ამაში ვარ დარწმუნებული, რომ მართლა მოწონთ და გულწრფელები არიან ამაში და ახლა უკვე როგორ მოიქცევიან და ერთმანეთს როგორ აჩვენებენ ამ ყველაფერს, აგე მეც თქვენთან ერთად ვუყურებ. მარტი ურთიერთობა არის შოუ ახლა მწერთ და ხახნო შოუც არის, მაგრამ ხო გეუბნებით შოუშიც შეიძლება მე აქ რა დაფრინავს. მაგრამ შოუჩიც შეიძლება ადამიანებს კუთხფრელად მოეწონოთ ერთმანეთი. მე ამის მჯერა და ეს არის ჯავახა და მარიამი. გვანცა ლილოს ეს არის დები მუზების კი. ერთ-ერთ ჩვენებაზე გამოვიტანეთ კიდეც. სოფი ძალიან დიდი მადლობა, მოგება მოგიხდებოდა, მაგრამ მე მანდ მომგები ახლა იმ ტაშფანდურს და ფანოხს მე ვერ გადავფარავდი გამურიცხული. ხიზანაով, გამარჯობა ხიზანაով. და შოუ მე რა მგონია, იცი შოუს ნაწილი? ზურას და დიანას რომანტიული love story-ის დასაწყისი. გუში რაც გაჟღერდა, ეგ მე მგონია დიასას დირექტივები, რომ ზურას უთხრეს და ჰე ბიჭო, მიდი love story კარგად მუშაობს რეალიტი შოუებში და მიდი შენც კენო რატომღაც მგონია ეგ, თუმცა აქვე ვიტყვი რომ ეს ზურა და დიანა ძალიან უხდებიან ერთმანეთს. მართლა ვაყავთ. მე მგონია რომ ძალიან უხდებიან ერთმანეთს ზურა და დიანა. ზურა და დიანას love story-ზე გაჟღერდა გუშინ და მე მგონია ძალიან უხდებიან ერთმანეთს. კი ბატონო, ქუთაისელები ეს ლუკა მგონია რომ ფინალში გავლენ ლორენცოსთან ერთად და ლორენცოსი ძალიან იშინიათ მაგათ. თინათინი და გიგაც. თინათინი და გიგა რომელია? გუგა თუ გიგა ქვია? თინათინი და გუგა არ ვიცი ხო, მაგრამ ხო რატომაც არა. მარიამს ჰაუსამდე იცნობდი არა. მარიამს ჰაუსამდე არ ვიცნობდი, ახლა ჰაუსში გავიცანი. არ ფიქრობ რომ შენ ტენ ვაწავაო ახლა ჯავახაზე და მარიამზე შიგნით მონაწილებისგან. რა თქმა უნდა ვფიქრობ, უკვე ეტენებიან კიდეც მარიამის გადასროლა უნდათ კოალიციაში და ასე შემდეგ. თუმცა მაგისთვის არ ეცლებათ, იმიტომ რომ თავისთავად აქვს საფიქრელი.
ლორენცოს უმატებენ რეიტინგს. კი, რაც მეც ებრძვიან და რაც მეც ემტერებიან, რეიტინგი ემატება ლორენცოს გეთანხმები. ესე იგი სტრიმები YouTube-ზე არის ხოლმე ლაივი თითქმის სულ სტრიმები სულ არის ხოლმე და ეპიზოდები გადის საღამოს 11 საათზე. შენ და მარიამი უმესიჯებთ ხოლმეო ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ტელეფონები როგორც კი შემოვა, მწერს ხოლმე რა თქმა უნდა. კი ვეხმიანებით ხოლმე ერთმანეთს მე და მარიამი როგორც კი თეოგიო მოდი რახან ვერ ხვდები გაგიშვებ ღრუბლებში ცაში და გაბლოკავ სხვათა შორის ეს მარიამის და ჯავახას love story, რომელიც მე მგონია რომ მართლა რეალურ მოწონებაზე დგას და ნაწილობრივ შეიძლება შოუს ნაწილიც იყოს, მაგრამ რეალურ მოწონებაზე დგას. და ეხლა კიდე ეს დიანას და ზურას მგონია ძალით დიასას ამდენი ჩარევის მერე ქუთაისელებს დაიკარგება ბევრი გულშემატკივარი. მეც ისე ვფიქრობ. მაგ ბიჭებს ბევრად მეტი გულშემატკივარი ყოლებოდათ დიასა რო არ გამოეჩინათ. ან რა ვიცი ლელუს რაში წაადგა ეს დიასა. ლაივზე ხმებიო ძალიან ბევრიო დიასას დამსახურებარიო. ვერ გეტყვით წარმოდგენა არა მაქვს. დიასას გულწრფელი არც მოწონების და არც მეგობრობის მე არ მჯერა. რაღაც სარგებელი რო არ კონდეს მაგ ბიჭს, იქ ესე არ იჯდებოდა ყოველ ფართიზე და ეხლა გუშინაც. ვაი მე შარვინს გისმენსო და ყოველ ლაივზე შემოდის ეს რომ მისმენს გიჟივით და უბლოკოთ რა თქმა უნდა. წინა სეზონის მონაწილეების ჩარევა მართლა მოსაწყენი. აი, ჩემთვისაც კი მოსაწყენია, მე დიასას სეზონისთვის არ მიყურებია, რაღაცა მერე და მერე გავიგე, მაგრამ უკვე მოსაწყენია, იმიტომ რომ ეს ბიჭი რაღაცნაირია, აი, რაღაცა არადადებითი ვაიბები მოაქვს რაღაც, ანუ ხო გავიცანი იქ მოდიოდა ხოლმე ფართიზე და გავიცანი იქ და ხედავდი ხოლმე, აი, სულ იქ იყო, იდგა. მე მაგ ბიჭისგან არ ვიცი, ვიყავი ნეიტრალური გეთანხმებით, მაგრამ მე ვერაფერი კარგი მაგ ბიჭისგან ვერ მონაწილებსაც შეუძლიათ ხმის მიცემა კი. უბრალოდ მონაწილებს ტელეფონი აქვს ძალიან შეზღუდული რაოდენობით. პარასკევს ლაივის დღეს 10 საათზე დილით გავდივართ და საღამოს ბრუნდებით ისევ რუსთავიორის შენობაში, პროდაქშენში, საღამოს 6 საათზე და მაგ შუალედში გვაქვს ტელეფონი და მაგ დროს თუ მისცემს თავის თავს ვინმე, თორე მოკლედ ძალიან შეზღუდული გვაქვს ტელეფონი, თორე აკრძალული არ გვაქვს ხმის მიცემა.
დიასან აზღაიძეზე იქცეოდა ანის რატო გულშემატკივრობ ყოფილი მონაწილეაო. კი, სხვებს ეჭვებოდა ხოლმე ამას და იმას. ნუ, ვისაც როგორ აწყობს ხალხნო. ნინი გვანც არ ალამოსიხარ თმის რითი იღება გუშინ დავდე ლაივი გუშინ შევიღებეთ თმა. ფიტოს აღებავით, რომელიც იყიდება GPS-ში და PSP-ში, ღირს 40 ლარი და ერთი აღებავი მყოფნის. უბრალოდ ეს არ არის ძალიან ცოტა ესეთი რა ნატურალურისკენ და მალე გადადის, თუმცა თმას არ აზიანებს და მე ბევრი წელია ქერად ვიღებავ და ქერად შეღებვა იცით როგორ აზიანებს თმას, ამიტომ ეს ფიტოს აღებავი რა ღირს 40 ლარი ღირს და მე ფასტაკლებს ვიყიდო ხოლმე ბევრს. მარიამი გვანახეო, მარიამი არ არის ახლა ჩემთან ხალხნო ჰაუსშია. ვერ განახებთ მარიამს, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არის ჩემთან. არა, პირდაპირ, ანუ მე გაღებების გარეშე 10 ნომერი ფიტოს აღებავი გუშინაც დავდე ლაივი თუ ვიდეო მქონდა. ფიტოს 10 ნომერი ექსტრა ლაით, ექსტრა ღია ქერა, მაგრამ ძალიან ქერად არ ჭდება და ჭდება ისეთ ქრად. და მე უბრალოდ თვეში ერთხელ, სამკვირვაში ერთხელ ვიღებავ, იმიტომ რომ მალე გადადის, გაღების გარეშე რახან ვიღება, მალე გადადის. ეხლა შესაჭრელი დასავარცხი და ყველაფერია, თუმცა რაც შეეხება შეღებას გუშინაც გიყვებოდით მაგაზე. თბილისში ყველა კოლორისტი მაქვს, ყავს შემოვლილი და ყველასთან მაქვს შეღებილი ქერად ვიღებავ ძალიან დიდი ბევრი წელია. და ვისთანაც არ უნდა შევიღებო, ძალიან მალე გადამდის, იმიტომ რომ ყოველდღე ვიბანთავს და არ ჩერდება საღებავი და ჩემი შვილი არის უნივერსიტეტში სამედიცინოზე სწავლობს, ვერ განახებთ, იმიტომ რომ არ არის სახლში. ხო და რადგან მალე გადადის ეს საღებავი, ხო, ამიტომ ჩემით ვიღებავ, სულ მჭირდება 20 წუთი. ნიკაბზეოთ მამოვიშორებ. ხო და შესაბამისად რამდენი წლისაა? ჩემი თინი არის 20 წლის და არის სტუდენტი. ლორენცოს ხმების რაოდენობაზე რას ვფიქრობ ხალხო? რას ვფიქრობ და ძალიან მაგარია. ამ ბიჭმა მოახდინა ფურორი და ეხა ეს კოალიციის წევრები თქვენ წარმოიდგინეთ რა დღეში არიან. თინი ვინა? თინი არის ჩემი შვილი. ლორენცოს გამარჯვება არის ძალიან რეალური. შეტევთქი ესე ახლოს რადგან არიან ჯავახა და მარიამი, აუცილებლად იქნება შეტევა ხალხნო. დიდი შანსია რომ მარიამი და ჯავახა ორივე აუთსაიდერის სკამზე დაჯდეს ამ კვირაში. ლორენცოს გამარჯვება გამეხარდა ძალიან ინსტაგრამზე და ფეისბუქზე ყველგან დავდე მივულოცე და ლაივშიც ჩავერთვე ლორენცო გუში რო იყო გამოსული და მივულოცე და ძალიან მაგარია კი. ლორენცოს გულშემატკივრობ თავისთავად რა თქმა უნდა. ეს მარიამი ძალიან უზრდელი მარიამი გამოდგა დაუბლოკოთ. კი, ლორენცოსთვის მე წითელი დროშაც მაქვს მიცემული და მე არანაირი კოალიციური კავშირი ლორენცოსთან არ მქონია. ახლა ბონდოსთან და გიორგი პარისთან გულშემატკივრობდი ლორენცოს. კი ბატონო, ლორენცო და მარიამი რო დაჯდნენ, გულშემატკივრობ მარიამს, იმიტომ რომ მე ვარ მარიამის გულშემატკივარი.
უეჭველი ჯავახას და მარიამის ერთად დაჯდომას შეეცდებიან. კი ხალხო, მეც მასე ვფიქრობ. კი, მე და ლორენცოს არანაირი კამათი არ გქონია არასდროს. ერთადერთი კამათი მე მქონდა აი რასაც უკვე აიჩხები ბონდოსთან, იმიტომ რომ ის ძალიან საშინელებები ლაპარაკა ქალებზე. მარიამზე თქვა მე გადააკეთა შენზე ვთქვი და ასე შემდეგ მოკლედ მნიშვნელობა არ ქონდა ვიზე ლაპარაკებ და ერთადერთი რომელიც აი მართლა გავლანძღე იყო ბონდო. სხვა შემთხვევაში ხა ეს პაროდია რომ მუზებზე გავაკეთე რომ ეწყინა და ავუხსენი რომ ეს პაროდია ცნობილი პერსონაჟები ხართ უკვე მე რა მოხდა ასე შემდეგ პრინციპში აი ესეთი ლელუსთანაც არაფერი ის არ მქონია ესეთი პირდაპირი კონფლიქტი არასოდეს ლელუ შემოვიდა უკვე ჩემზე მარიამს და კიდე ლორენცოზე მტრული განწყობით და დაიწყო გადაკიდება ძალიან დიდი მადლობა ეს ვინ არის გოჭი გოჭი დაიბლოკება რა თქმა უნდა რის იმედი ქონდა შესაწყალო აქ რა ვიცი მე ძალიან დიდი მადლობა რომ მეუნე AM ვამე ეს უსდელი გოგო როგორ ვერ მოვიშორეთ აქედან ვიღაცა მარიამი ой ბოდიში მარიამი არასწორად დაუბრუნე გოჭი უნდა დამებლოკა ხო და რას ვამბობდი გამახსენეთ თან აქ მივშტერები ვარო ხალხი რო ვიღაცები უზრდელობენ გვანც არა გვარი ხარ მე ვარ კაპანაძე ლორენცო გამიხარდა ხმის ლიდერი რო გახდა კი მეც გამიხარდა ძალიან ანიკოპაძე საიდან ხარ თბილისიდან ვარ მარიამ ლამასე დავწერე ვიდეო კი ბატონო 100 ჯერ ბოდიშს მოვიხადე მაგრამ ეს ადამიანი ვერ მიშელზე ხურობის გამო ისევ გაბუტულია ჩემთან ლიკა კი საქმეებიც მაქვს და აქაც შემოვდივარ და გეჭორავდი შენ თუ არ გინდა აგერ დაგბლოკე და ვეღარ მომისმენ გვანცა შენ ხო პრაიმ ჰაუსში იყავი არა არ ყოფილა პრაიმ ჰაუსში დიტო ჩემი მეგობარი ყოფილხარო იმიტომ მომწონდა ესე ძალიან ხო კაპანაძეები ძალიან ბევრი არიან და ბევრი მოგვარე ყავს სხვათა შორის გამარჯობა ნინუკა ლორენცო გამიხარდა რომ ხვის ლიდერი გახდაო მეგობრებო ეხლა ესეთი რაღაც მინდა მოკლედ გოგოები მწერენ ხოლმე ჩატში თავის შეკითხვებს რა და თუ გინდათ მათ რა თქმა უნდა პასუხს ვცემ ხოლმე მაგრამ თუ გინდა ეხლავე აქაც გავაჟღერებ ამას მოკლედ ერთი გოგო მწერს რომ ბიჭი მოსწონს ეს გოგო არის მგონი 18-ის თუ 19-ის მოკლედ 19 წლის გოგოა მოსწონს ბიჭი რომელიც ერთხელ სადღაც დაინახა არ იცნობს და სიგიჟემდე შეუყვარდა და ძალიან იტანჯება ამ ბიჭის სიყვარულით იმიტომ რომ
კომუნიკაცია არ აქვს, ურთიერთობა არ აქვს, როგორც ჩანს სოცქსელებში ხედავს და ასე შემდეგ. მეგობრებო, შეიძლება ბევრს გქონიათ ესეთი შემთხვევა და ამ დროს რა ხდება? ანუ არც კი გაივლოთ გულში, თუ ესეთი შემთხვევა გქონიათ, რომ თქვენ ეს ბიჭი მოგწონთ ვიღაცა, რომელსაც არც იცნობთ, არც კომუნიკაცია გაქვთ არაფერი. თქვენ მოგწონთ თქვენი გამოგონილი ბიჭი, თქვენი შეთხზული პერსონაჟი, რომელიც რეალურად შეიძლება ძალიან შორს არის იმ ადამიანისგან, ვიზეც ეს ფანტაზიები ააგეთ. ეხლა კარგად ვერ ვხსენებ, შეიძლება მეც მქონია დავუშვათ არც ისე კარგო ნაცნობზე, მქონია ძალიან მაგარი წარმოდგენა და ძალიან მომწონებია ეს ბიჭი. ვერ ვიტყვი რომ შემყვარებია და რაღაც, მაგრამ ესე ძალიან ბევრი წლის წინ მეც მქონია. ეს რას ნიშნავს? როცა ხარ ძალიან ემოციებით ახსავსე, ძალიან ესეთი მგრძნობიარე და ასე შემდეგ, ძალიან ადვილია რომ თქვენმა გონებამ, ფსიქიკამ შეთხზას წარმოიდგინოს ის არსება, ვიზეც მერე ექნება ემოციები და გრძნობები, რომელიც რა თქმა უნდა ნამდვილი არ არის და რომელიც ისეთივე გამოგონილია და ისეთივე არარეალურია, როგორც თქვენი წარმოდგენა ამ უცნობ ბიჭზე. შესაბამისად, პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის ის, რომ გაიაზროთ, რომ ეს თქვენი შეხედულებები და ეს თქვენი ეგრეთ წოდებული შეყვარება არარეალურია და რეალობასთან კავშირში არ არის. მე არ ვაუფასურებ არავის გრძნობებს და არ ვაუფასურებ და მართლა შეიძლება ეს იმდენად ემოციური იყოს ეს შეთხლეშვა, რომ გეგონოთ, რომ შეგიყვარდათ. მართლა შეიძლება იყოს ესე და ეგ შეგრძნებები მოდიოდეს, მაგრამ ეს არ არის რეალური. ეს არ არის რეალური. აბა ახლა მე ვინ მიყვარს ესე ძალიან? არც თვისებები, არც ხასიათი, არაფერი არ ვიცი, ურთიერთობაში არ მქონია საშუალება რომ გამეცნო. აბა ვისი თვისებები მომწონს, აბა ვისი თვისებები და ვისი მახასიათებლებია რომ ესე შემიყვარდა? რა თქმა უნდა არავისი და ეს არის თქვენი წარმოდგენა და თქვენი ილუზია და თქვენი ფანტაზია. პირველ რიგში ეს კეთდება გაცნობიერებით, როგორც კი გააცნობიერებთ და ცოტა გონებას ჩართავთ, რომ შეუძლებელია ადამიანი შეგიყვარდეს, რომელსაც არ იცნობ და მასთან არ გაქვთ არანაირი ურთიერთობა. ეს არის გამოგონილი ბიჭი იქნება თუ გოგო არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ბიჭი იყოს, შეიძლება გოგო. ვიღაც ძალიან სიმპათიური შეიძლება დავინახოთ, მოგვეწონოს და ვიფიქროთ, რომ აი, ქა ეს ამასაც შეიძლება. სტორი დამიგულა და ფოტო დამიგულა, არიქა ამასაც მოუწონო, არიქა ამასაც გრძნობები აქვს. არა ხალხო, სტორის დაგულება და ფოტოს დაგულება არაფერს არ ნიშნავს. სანამ ხელშესახები რამე არ გექნება თუ ურთიერთობით და აი ურთიერთობის დონეზე არ იქნება ის, რომ აი ამ ადამიანმა ესა და ეს გააკეთა კარგი და ამიტომ მომწონს. სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია, რომ ეს ეგრეთ წოდებული შეთხლეშვა იყოს რეალური. ანელი დაუბლოკოთ, კიდევ ვინ დაუბლოკო მომწერეთ. და ასეთი რამოდენიმე წერილი მივიღე. მარიამი თუ დები მუზებება მიხალხო, რა სიძახით მარიამი? და კიდევ ასეთი
შეკითხვა იყო, რომ როგორ დავშორდე ბიჭს ლამაზათო? მეგობრებო, ბიჭს რო შორდებით, ანუ ეს ბიჭი რაღაცებში ამ ბიჭმა რაღაცებში ვერ ივარგა, ხო? მაგას ნიშნავს და იმაზე რაღაცო ფიქრობთ, ლამაზად დაშორდებით, ჭრელად დაშორდებით, როგორ დაშორდებით. თავარია რომ ადამიანთან დაშორებას რო გადაწყვიტავთ, ხო? და რა მიზეზით არ აქვს მნიშვნელობა, რაღაცეებში არ გაწყობდეთ ამასთან ურთიერთობა, რაღაცეებში ვერ ივარგა, ხო? შესაბამისად, მაგაზე რაღაცო დარდობთ, რომ ვაიმე არიქა ლამაზად დავშორდე, იმ ბიჭმა ჩემზე კიდე რაღაცა არ იფიქროს. ანუ უკვე იფიქრეთ ცუდად ამ ბიჭზე და იმიტომ შორდებით. აღარ გინდათ, აღარ ვარგა ეს ბიჭი, ხო? რაღაცო დარდობთ, ეხლა ლამაზად დაშორდებით თუ ულამაზოდ დაშორდებით თუ რა თქმა უნდა სოფი ბაბუნაშვილი დავაფოლოვოთ, მოდი. ხო და მანდაც, რა თქმა უნდა, გაცნობილება ახლა აი ბიჭს რო შორდებით და თქვენი დარდი რო არის იმაზე, რომ ლამაზად დავშორდე, რომ ამ ბიჭმა კიდე ჩემზე რაღაცა ცუდი არის, ფიქრობს არა? თან უნდა გეკიდოთ ანი კოპაძეც დავაფოლოვოთ, რა თქმა უნდა, ჩემი ერთგული მაყურებელი და მსმენელი. რა ხამშობა აქვს რატო როგორ დაშორდებით ლამაზად, ჭრელად, მწვანედ თუ როგორც? აქ რამოდენიმე არაჯამრთელი ადამიანი შეინიშნება. დღეში რამდენჯერ აძლევენ ტელეფონს. ამას production იწყვეტავს. ესეთი განრიგი არ არის. შეიძლება ძალიან ღამე შემოიტანონ, შეიძლება რაღაცა სტრიმი გავიდეს, ისეთი შემოიტანონ, ანუ შეიძლება ყოფილა რომ 20 წუთით შემოუტანიათ, ზოგჯერ 1 საათით. ვერ გაიგებ. ხან როგორ და ხან როგორ. მუზებზე რას ფიქრობ? მუზებზე რასაც ვფიქრობ, მეგობრებო, ძალიან ნათელია. მე ამ გოგოებს ახან ჩოხები აცვათ და გრძელი კაბები აცვათ, არ ვთვლი არანაირ ტრადიციულ და ქართულ ტრადიციულ გოგოებად. გრძელი კაბები ანიშნავს ტრადიციას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოში ჩამორჩენილობა, გაუნათლებლობა, რო ვერ მეტყველებს, რო ვერ მღერის, რასაც მღერიან ნოტში, იმასაც ვერ swame. უნიჭობა არასდროს არ ყოფილა ტრადიციული და გრძელი კაბები და ნაციონალური ტანსაცმლის ჩაცმა არაფერს არ ნიშნავს. არაფერს არ ნიშნავს, გრძელი კაბები. განათლება არა, ნიჭი არა, არაფერი არა ამ გოგოებს, რა ვიცი, რისი ტრადიცია აქვთ, აბა? და ამ გოგოებმა რატო შემოგტენეს ეს თავისი უნიჭობა და რაღაცა საშინელი სიმღერები ქართულ ტრადიციულად? ქართული ტრადიციული სიმღერები არის ხალხო ხელოვნების უმაღლესი მწვერვალი. რანაირად შეიძლება მუზების ეგ უნიჭო და უგემოვნო სიმღერები ჩაითვალოს რაიმე ტიპის ტრადიციად? ვერ.
მეგი მკითხე აბა რა გაინტერესებს ჩემზე და ვილაპარაკებ საკუთარ თავზე და მისვება შეკითხები რა გაინტერესებს და მოგიყვები ჩემზე. დეტონაციებით მღერიან და არასწორად და იგივე ის რასაც მღერიან მაგ უგემოვნო სიმღერებს იმასაც ვერ მღერიან სწორად. და რისი ტრადიციაა ეს? ანუ სადაური ტრადიცია, არ ვიცი, ქართული ტრადიცია არ არის უნიჭობა და უგემოვნობა. და მეტყოლების პრობლემა რო აქვთ კიდე. ანუ ვერასოდეს ვერ იქნებიან ეგენი ტრადიციულები ჩემთვის. არა. აა ლატატაც დაობლოკოთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მე არ დავცინო თუ გავაკეთებ პაროდია, იმიტომ რომ ჰაუში პაროდია და შოუში რო ხარ, ხან პაროდიას გააკეთებ, ხან იხალისებ, ხან რაღაცას გააკეთებ. მე არასოდეს არც ჩაცმულობაზე, არც მაგათ უნიჭობაზე რომ არ იქარ ვერ მღერი ხარ და რატომ მღერი ხარ თუ არაფერი არ მიგვამს. შენ მეგობარ მარიამს, მარიამი არის 18 წლის და საკმაოდ კარგი მეტყოლება აქვს ხალხმა რომ შეატყეთ და არსად არ ჩაუბარებია ჯერ მე ვეუბნები რომ აუცილებლად აირჩიოს რაიმე პროფესია და ჩააბაროს რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში. ამ ეტაპზე მარიამი არის დამოუკიდებელი გოგო, მუშაობს და რა თქმა უნდა მე ვეუბნები რომ უმაღლესი განათლებაზე იფიქროს, საჭიროა და გამოადგება, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია. რას იზამ შეუძლია რაიმე სხვა პროფესიაში წავიდეს, შეუძლია უმაღლესი განათლება აირჩიოს და ასე შემდეგ. ჯავახა რამდენი წლისაა? ჯავახა არის 21 წლის. შენი აზრით ჯავახა და მარიამი უხდებიანო ერთმანეთს? კი, ჩემი აზრით ჯავახა და მარიამი ძალიან უხდებიან ერთმანეთს. ვაიმე, ეხა ბასასი უნდა დაგანახოთ ხალხო, ვაიმე ისე წერს, რომ შეხედეთ ბასასი. აი, ეხა ეს ხო საყვარელია, თუ არ არის საყვარელი ხალხო? ეს არ არის ხო საყვარელი ხალხო, შეხედეთ, აი ესეთია. ეს არის მისი საწოლი. კი, ხალხმა ცვივა და სულ ვაპილასოსებ და სულ წმინდა ვაქაურობას, მაგრამ საყვარელია ხალხო, აი ხა ეს როგორ არ არის საყვარელი, დიდუ ყილა ხარ, ვაიმე, ნახეთ ხალხმა საყვარელი. ანუ აი ესეთია. გიუ? მარიამს დედა და მამა ყავს, კი ბატონო, ყავს მარიამს დედა და მამა, ძალიან კარგი დედა და მამა ყავს. მამაც გავიცანი ლაივზე იყო წინა ლაივზე, ძალიან კარგი ადამიანია და ძალიან გულშემატკივრობდა მარიამს და ძალიან გვერდში უდგას. დედა სამწუხაროდ ვერ ახერხებს ხოლმე ლაივზე მოსვლას, იმიტომ რომ პატარა ბავშვი ყავს, მარიამს ყავს 3 წლის ძმა და ამ ბავშვს ხო იცით 3 წლის ბავშვით არ უშვებენ ლაივზე, ბავშვებს არ უშვებენ ესე პატარებს და ვერ ტოვებს ხოლმე სამწუხაროდ და ლაივებზე ვერ მოდის მარიამის დედა, თუმცა მე მივალ აუცილებლად მარიამის გულშემატკივრად.
ახლა ეს რაღაცა დროშებიანი ქალი უნდა დაუბლოკოთ. Prime House-ში არ ყოფილა მეგობრებო, ვიყავი House-ში, ხა ბოლო სეზონი რაც. Prime House-ში არც მონაწილეთ, არც სტუმრად არასდროს არ ყოფილვარ. უზრდელებს ბლოკავ, ვინც იგინება. როგორ გიპოვეს Instagram-ზე მომწერეს? რა პრინციპით არჩევენ მონაწილეებს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე შიდა სამზარეულოზე არც ვიცი არაფერი და რომ თვითწოდე არაფრის თქმის უფლება არ მაქვს შიდა სამზარეულოს რაც შეეხება. ერთს ვიტყვი რომ თვითონ ორგანიზატორები და პროდაქშენი არავისკენ მიკერძოებულები არ არიან, თანაბრად არიან ყველასადმი განწყობილი და საერთოდ მაგათთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ შოუ იყოს ნახვადი. უარყოფითი პერსონაჟებიც ძალიან ნახვადები არიან, ახლა ბონდოს შემთხვევაზე ვთქვათ, ხო? ბონდო რაღაცა საშინელებებს აკეთებს და მაგის ვიდეოებს ძალიან ბევრი ნახვა აქვს. ამიტომ პროდაქშენის მე ძალიან კარგად მესმის ბონდო რო დატოვეს, მეც დავტოვებდი მაგათ ადგილს, იმიტომ რომ ძალიან ნახვადია და შოუსთვის ძალიან მომგებიანია. და მან არანაირი პროდაქშენის მხრიდან მიკერძოებულება და ვინმე მეტად მოწონდეთ ან ვინმე ნაკლ ყველა არის ერთი. ვინც უფრო მეტ ნახვებს აკრიფავს, რა თქმა უნდა, ის იქნება მაგათვის. ახლა მარიამ ლამაზის შემთხვევაში, მარიამ ლამაზ ვიცით რომ ძალიან ბევრი ფოლოვერი ყავს TikTok-ზე და გაათვლა სავარაუდოდ მაგაზე იყო რომ ნახვები ყოფილიყო. თუმცა მარიამ ლამაზის შემთხვევაში, მარიამ ლამაზის მონაწილეობამ შოუში ვერ გაამართლა, იმიტომ რომ მარიამ ლამაზს არ ქონდა ჯანმრთელობის მხრივ კარგი მდგომარეობა და წავიდა თავისი ნებით. რას ფიქრობ გვანცა ახალ მონაწილეს შეიყვანენ? ნუ არის ამაზე საუბარი, ამბობენ რომ ამზადებენ ახალ მონაწილეს, თუმცა ვერ გეტყვით. ის საშინელი ჭორი ხო გითხარით? მართალი არ არის ხალხნო, ეს კიდევ კარგი მართალი არ არის. ანუ მარიამის ეს ყოფილი დაქალები, ეს ორი საშინელი გოგო არასდროს არ დაემატებიან დამატებით მონაწილედ House-ში. არასოდეს. ეს გავარკვიე და მინდა რომ გითხრათ დიდი სიხარულით. ახალი მონაწილის დამატება პრაქტიკაში შოუებში არის ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში დაამატებენ თუ არა ვერ გეტყვით. House-ი მთავრდება 16 იანვარს და 16 იანვრამდე საკმაოდ ცოტა დრო დარჩა, რამდენი კვირა დარჩა, ანუ 7 მონაწილეა. ანუ ზუკა გუგა ხო ერთ ხმათ არის და მუზებიც ერთ. ანუ 7 მონაწილე დარჩა ფაქტობრივად და ფინალში გადის 4 და ვაი მეს პარიზი ხო ჩვენც გვეგონა რომ რამის იზავდა და დიდი ვერაფერი. ზუკა და გუგა არიან ძმაკაცები, ძმები არ არიან, როგორც ვიცი. აი მე ეს რატო დაღამდა? რას დავაჭირე ხალხო? რას დავაჭირე? აჰა. მე დედა. რაღაცას ვაჭერ ხოლმე ამ ხალხს რომ ბლოკავდა მე. პარიზზე რა უნდა მოგიყოთ ხალხო, თქვენ იქით მიყვებით პარიზზე რაღაცებს რომ წერთ ხოლმე, რომ ესეთია და ისეთია და გარეთ 1000 რაღაცები ჩაუდენია მაგას და არ ვიცი. თვითონ მოყვეს თუ უნდა მე არ მაინტერესებს.
რუსებს თუ დაღამდა შენ მაინც ანათებო. მადლობა მეგობრებო, ვაიმე კიდე დამიჭირა. ამაზე რომ ვაჭერ თურმე მე ეს ხამდება, თუ რა ხდება, ვაიმე. ხელფასები აქვს მონაწილეებს, ხელფასი თუ ჰონორარი თუ რაც არის. ნინო, ძალიან დიდი მადლობა. რამდენია ხელფასი და ჰონორარიო თქმის უფლება გააქვთ, არა არ გვაქვს. ისიც არ ვიცი ყველასთან ინდივიდუალურია თუ ყველას ერთი და იგივეს გვიხდიან, ეგეც არ ვიცი. ჰაუსში რა შესვლაო? უფასოა ხალხო, ანუ შესვლა არანაირი ღირებულება არ არის. მეგობრებო, ეხლა ზურა და დიანა ხალხო ძალიან ერთნაირები არიან და ძალიან უხდებიან ერთმანეთს. კი, ანაზღაურება არის იქ ყოფნის დროს. ზურა და დიანა არიან, რა ვიცი, ვარდი და ბულბული, კარაქიანი და პური ერთად, რა ვიცი, ძალიან უხდებიან ერთმანეთს. აი ძალიან უხდებიან ერთმანეთს, ჩემი აზრით, აი ისე უხდებიან ერთმანეთს, რომ მეტი არ შეიძლება. ორივე წივის, ყივის, ყივის ნორმალური საუბარი არც ერთმა არ იცის და ერთმანეთს უკივიან და არიან ბედნიერები. ზურა კაი დაქუქილი ვინმეა, თუ დიანა უნდა გამოიყენებს და რა ვიცი ხო ზურას დიასას დატრენინგებული ზურა რა უნდა იყოს. ანაზღაურებაზე ხალხო ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ არ მაქვს უფლება. მე არავინ არ დამატრენინგა. ჯავხა და ვარიაბზე თქვი, ძალიან საყვარლები არიან, აი ძალიან. ნია კომეც მიყვარხარ. კი, ნინი დაშორებული ვარ. სესილი კომეც მიყვარხარ, ძალიან საყვარელი ხარ. ბონდო მართლა ეგეთი გიჟა თუ თამაშობს? არა, მართლა ეგეთია ხალხო. ნინო ლობჟანიძე, 2 შვილი მყავს, ბიჭი და გოგო. ტასო, პრაიმ ჰაუსის მერიემს გავხარო. ყველა მაგას მეუბნება ძალიან. ხათა შორის დიასამაც მითხრა, რაღაცა მერიემის ვაიბები გაქვს და იქ ჰაუსში ხო ტელეფონები არ მქონდა და ვერ ნახე ვინ იყო მერიემი და ვერ რო ნახე ძალიან მომეწონა, ძალიან ლამაზი გოგო და ძალიან საყვარელი. ბიჭს ქვია ლუკა, გოგოს ქვია თინი.
ნიაკო, ძალიან დიდი მადლობა. ბონდორო ლორენცოს ემუქრებოდა, ეგ იყო ძალიან სასაცილო კი. მერიმი არ ვიცოდი, იმიტომ რომ არ უყურებდი მაგ სეზონს და შესაბამისად მერიმი არ ვიცოდი და მე ვნახე აქ დავაფოლოვე კიდეც და დავაგული კიდეც ძალიან საყვარელი გოგოა. მიკერძოებული წამყვანი, მე არ მგონია რომ წამყვანი მიკერძოებულია, მანდ მიკერძოებული არავინ არ არის, იმიტომ რომ ხო გეუბნებით, მთავარი არის მანდ იყოს ნახვები და აქტუალური იყოს, ანუ ხო გეუბნებით, უარყოფით პერსონაჟი შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო და ნახვადი პროდაქშენისთვის, იმიტომ რომ ერთია ახლა ბონდო რამდენად მიუღებელია როგორც პიროვნება და საზიზღრობებს რო აკეთებს და ლაპარაკობს, მაგრამ მეორეა ის, რომ შოუსთვის საკმაოდ ნახვადია, ასე რომ მე არ მიკვირს თუ ბონდოზე ძალიან ბევრი სიუჟეტები და ისინი კეთდება ხოლმე ვიდეოები. არ მიკვირს, იმიტომ რომ ეხა ეგ რო შპაგაძე ჩაჯდა და მე უკან გადავარდა და პირში რაღაცა ედო და ამ შპაგაძე ჯდებოდა და რაღაცა ძალიან ამას რძენი იყო, მაგრამ ნახვადი იყო. გიორგი პარიზი ძალიან გონორზე იყო ხალხ, ну არიქალ აუთსაიდერად იმიტომ დავჯიქიო მეო რომ გაიტესტო სიძლიერესეო და მე რო ძლიერი ვარო და მე რო ის ვარო მაგარიო და აი მე არ მოსვლა რა იყო მაგეში ან წასვლა. მარიამი და ჯავახას ამბავი ძალიან მიხარია, კი მეგობრებო, ეხლა წავედი მე. გავდივარ, ესე იგი, მოლში. რაღაცები უნდა ვიყიდო სახალწლოდ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელ მოლში იქნება ყველაზე ნაკლები ხალხიდან შაბათი დღე? აი, რომელ მოლში გავიდე, რომ ჯერ ერთი პარკინგის ადგილი იყოს და თან პარკინგის ადგილი იყოს და თან ნაკლები ხალხი, იმიტომ რომ რიგში დგომა არ შემიძლია. East Point-ში წავიდე? უკან არის ნახატი, ჩემი გოგოა. ტასო, კი, თბილისი მოლი ან East Point, ჩემგან შორია ძალიან East Point, მე საბურთალოზე ვცხოვრობ, მაგრამ City მოლი არის ყველაზე ახლოს და ყველაზე გადატვირთული, მე მგონი City მოლი იქნება. რამდენი წლისა? 20 წლის არის. და რომელ მოლში წავიდე, თან სახალხო რაღაცების ყიდვა მინდა ძალიან. ბრწყვილ რაღაცების. და მე საღამოს მივდივარ ნები ფილმია. დღეს ის პოინტში აციგნი ფილმიაო, დილით უნდა წახვიდე ეგეთ საყიდლებზე, მით უმეტეს მოლში მართალი ხარ დასო, მაგრამ დილით მქონდა ონლაინ შეხვედრა საქმეებზე და დილი საათიდან ვიყავი Zoom-ში. დასო ონლაინ შეხვედრები მქონდა და სამწუხაროდ დილით ადრე ვერ გავედი. მარიამს უთხარი საშინელი ნაძვისხე დაშავა. ვაიმე, ის ნაძვისხე მართლა რა საშინელია ხალხო, მაგრამ იქ აურობას უხდება. East Point-ში ხალხო აქედან ვერ გავა, იმიტომ რომ აქედან მე ვარ სპორტის სასახლესთან, მე ვცხოვრობ სპორტის სასახლესთან და East Point-ში გასვლა ჩემთვის იქნება ხა ძალიან შორი და დიდი შანსია რომ საცობში მოვყვე, მაგრამ
East Point-ში ძალიან კარგი მაღაზიებია, ბევრი კარგი მაღაზია და ბევრი კაი ფასტაკლებია ხოლმე და ძალიან მიყვარს East Point-ი. იმიტომ რომ ღია გაშლილი სივრცე როა შედარებით უფრო კარგად დავდივარ ხოლმე იქ რაღაცა ნაყინი ვჭამ და რაღაც. ხო და საღამოს მივდივარ საცეკვაოდ. ჰაუსი სადაა ტერიტორიულად. ჰაუსი არის რუსთავი 2-ის შენობაში, სტუდია არის აშენებული და ცალკე არის ეს სტუდია რუსთავი 2-ის შენობაში. აი მე რა არის წითელი. ცალკე არის რუსთავი 2-ის შენობაში, ანჯაფარიძის 5, ცალკე სტუდია არის აშენებული, ანუ მან როგორც ვიცი სხვა შოუებსაც იღებდნენ და ხარი გადაკეთებული ჰაუსის სახლად, ესე ვთქვათ. კი ბატონო, წავედ მოკლედ ახლა მეგობრებო, ცოტა წავი შოპინგებ, ჭველა რაღაცებს ვიყიდი და საღამოს უნდა ძალიან გამოვიპრანჭო და მივდივარ საცეკვაოდ ჩემ მეგობრებთან ერთად. ლაივ მომწერთ აბა ლაივში რო ჩავერთები რაზე გილაპარაკობ ხოლმე მე ძალიან შინაურულად ვარ და მიხარია ხოლმე თქვენ რომ წაკეჭორავებით ხოლმე აბა კოცნით